რა არის ახლა მშვილდოსნებში? მეცხრე სახლი, სელენა და ლილიტი მაგალითად განსხვავება, ხო? მშვილდოსანი ჩვენთან მეგობრებო ეს არის მსოფლმხედველობა, ძალიან დიდ სურათში ასვა, მაღლა ასვა, ან მთაზე რო ავალ და სადღაც უზევიდან უყურებ სურათს, ეს არის მშვილდოსნური ენერგია. როცა არის მფარველი ანგელოზი, ან მეცხრე სახლში, ან მშვილდოსანში, ადამიანს აქვს უნარი აი ეს ძალიან მაღალი სართულიდან ავიდეს და დახედოს გარემოს. რაც უფრო მაღლა ადის, მით უფრო დიდ სურათს ხედავს. კარმულ ასტროლოგიაში სელენა მშვილდოსანი ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რაღაც დიდ ცოდნასთან შეხება. იმიტომ რომ მშვილდოსანი ეს არის დიდ, აი ქურუმების, გურუების ენერგეტიკა. ამ ადამიანებს აქვს რაღაც დიდ სიბრძნესთან კავშირი, დიდ ცოდნასთან. აი ცით როგორ ცოდნას ეზიარა, რომელიც უბრალო ხალხთან არ იყო. ოღონდ გასახსნელიც არის ეს ენერგია ყველა არ ავლენს ახლა ასე, მაგრამ ვისთანაც მე მქონია იმ პედაგოგები მაგალითად, ან აი რო ველაპარაკები ადამიანს სელენა მშვილდოსანს, რაღაც სხვა სიბრძნე აქვს, სხვა ენერგეტიკული სიხშირე აქვს, ხო? სხვა ფილოსოფიური გაქანება აქვს. შეიძლება არც ნაკითხი იყოს, არაფერი ისეთი არ იცოდეს, მაგრამ გლობალური ხედვა აქვს. სხვანაირად შეუძლია დახედოს სამყაროს, ხო? მათში ცხოვრობს მაღალი სულიერება. მშვილდოსანის სულიერება არის ძალიან დიდი, ეს არის კანონები, ეს არის სიკეთის კანონები და ამას ძალიან უფრთხილდება ამ კანონებს, აი ამ მორალურ მაღალ ღირებულებით კანონებს ძალიან უფრთხილდება და მასში ცხოვრობს ეს კანონები და აი ის გლობალური ხედვა იქნება ეს ფილოსოფიაში, იქნება ეს ადამიანი ეზოთერიკაში, იქნება ლიტერატურაში, იქნება ყოველთვის გზას უკვალავს მაგალითად, ხო, რაღაცნაირად ახალი მასშტაბებისკენ. ეს არის ცოდნის გამავრცელებელი კარმულად ადამიანი. ეს არის სულიერი მასწავლებელი შეიძლება იყოს, შეიძლება მღვდელი იყო, ან აი ადამიანებს ღვთისკენ რო აბრუნებდა. კარმულ გამოცდილებით ეს იმას არის, რომ ყველა სელენა მშვილდოსანი ეგეთი არის, მაგრამ პოტენციალი ენერგეტიკული ველი მათში ესე არის. კარმულად აუცილებლად მოუწევთ ამ ენერგიის გახსნა რომელიღაც ინკარნაციაში მაინც. ანუ ეს არის ნამდვილი სული როგორი არის. მოგზაურობა მშვილდოსანთან არის კავშირში, ხო? გაფართოებ რა არის მოგზაურობა? ახალი, აი გადავედი კიდე უფრო ახალი. აი როცა დიდ სამყაროსთან გაქვს კონტაქტი, ინელებ ამ სამყაროს, შეიგრძნობ ამ სამყაროს და არ კარგავ მეს, არ კარგავ შენ იდეოლოგიას, შენ ღირებულებებს, ხო? ანუ მე მაგალითად როცა მივდივარ ქართველი საზღვარგარეთ, აი ის ჩემი ნაწილი არასდროს არ კვდება. ანუ არც ღირებულებები, არც იდეოლოგია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ არ მდიდრდება.